და მან ბრძანა რომ მე მადლობა გადაუხადე იმისთვის რომ წინა ფორუმზე შემპირდა რომ გზასო ვერ გავხსნიო სახმელეთო გზასო, მაგრამ რკინიგზის გახსნას ვაპირებო და მართლაც გახსნა რკინიგზა და მითხრა კიდევაც რომ აიო ხო ხედავო ბილეთები აღარ იშოვებაო რკინიგზის ბილეთებიო იმდენად მოთხოვნილება არისო დიდიო და ასევე ვისაუბრეთ მადლობა უთხარი რომ გვიჭერს ხარ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლაში რომელსაც საქართველოს შეუპოვრად აგრძელებს იმ გზას და ხაზი გაუსვი რომ საქართველო და აზერბაიჯანი ორ დიდ ზღვას აერთიანებს ეს არის კასპიის ზღვა და აზერბაიჯანის შავი ზღვა და ეს არის ყველაზე ცენტრალური გამავალი გზა დღეს სოფლიოში რადგანაც როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთით გზა არის დაკეტილი ირანის და ამერიკის ომის შედეგად სამხრეთში და ჩრდილოეთში კიდე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და ამიტომ მიდის ძალიან შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს როგორმე დამორჩილებისათვის. და ის ძალიან კარგად ხედავს ამ ყველაფერს და თქვა რომ თქვენ მარტო არ ახართ ჩვენ ერთობლივად ამ მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს. და ფაქტობრივად საქართველოს ხარდასაჭერად თქვა რომ ჩვენო ევროსაბჭოდანო ისე გამოვალთო რომ საერთოდ ვერავინ გაიგებს აზერბაიჯანში რა ხდებაო. ასევე ვისაუბრეთ რომ შესაძლებელია თუ არა რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებმა ერთმანეთის პარიტეტული ინტერესების დაცვით საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში ერთობლივი ბიზნესი დიდი პროექტები შექმნან და აწარმოონ. რაზეც პრინციპში თქვა რომ შეიძლება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რომ გაკეთდეს და ყველაფერი ის რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა ვითარდება, თუმცა აქ შუქშთილები რაღაცა და მე ვთქვი რომ ალბათ უფრო უნდა გაუმჯობესდეს ეს ურთიერთობები და რაღაც საკითხებია, რომელიც ალბათ მთავრობების დონეზე უნდა გადაწყდესო და მეო დარწმუნებული ვარო რომ რაღაც საკითხები ვიციო რაც არისო და შეიძლება გადაწყდესო. მაგრამ მეტი